Როგორ შეიმუშავებიან სკოლის მანდატურები, რა ესკიზით შეიცვლება სკოლებში წესრიგის დამცველთა გარეგნული იერი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლის მანდატურის სამსახური წამახალისებელი კონკურსის ჩატარების იდეით გამოდის, რომელშიც პრიორიტეტული მოზარდების აზრია. ესკიზების წარმოდგენის ვადის ათვლა 12 ნოემბრიდან იწყება. სკოლებში მანდატურები ამ ფორმით თავიდან დედაქალაქში გამოჩნდნენ. დამოუკიდებელი სკოლა ანაბასისი კი ზესტაფონში პირველი იყო, სადაც მანდატურის სამსახურის ფუნქციონირება დაიწყო. სკოლებში წესრიგის დამცველთა უნიფორმის ახალ ესკიზებთან დაკავშირებული ინფორმაცია ახალია და ფიქრი და მსჯელობაც სწორედ ახლა იწყება. მანდატურის ფორმა ზედმეტად მკაცრია ჩემი აზრით და უფრო პოლიციის ფორმას გავს, ვიდრე საჯარო დაწესებულებაში, სადაც პატარა ბავშვები არიან და უფრო შიშის ასოციაციას იწევს, ვიდრე ადამიანის, რომელიც თქვა რამე დახმარება უნდა გაუწიოს, როგორც ეს თავიდან რეკლამა იყო ამ მანდატურებზე, რომ თქვა გაჭირვებაში რაღაცა და დახმარება უნდა გაუწიოს და ჩემი აზრით ცოტა უფრო თავისუფალი უნდა იყოს, მაგრამ არ ძალიან თავისუფალი. მე ხანდელი ფორმა მომწონს, ის ერთი მართალია, რომ პოლიციის ფორმას თითქოს გავს, მაგრამ ისე ჩემი აზრით კლასიკური უნდა იყოს, არ უნდა იყოს ეთმე თქვა. მე არ მომეწონებოდა ბოტასები და დახეული ჯინსებით რომ დადიოდეს მანდატური. მაგრამ არც ძალიან მკაცი არ უნდა იყოს, ხათო ჩოლეთ უნდა დაიჭიროს. ჩემი აზრით დღევანდელი მანდატურის ფორმა ზედმეტად მკაცრი არის, პატარებს ეშინიათ ასე რომ ვთქვა და უფრო პოლიციის შთაბეჭდილებას ტოვებს და ჩემი აზრით უფრო თავისუფალი უნდა იყოს, მაგალითად როგორც ბანკის თანამშრომლებს აქვს, ან რამე შეიძლება სკოლის ემბლემაც იყოს აი საროჭკაზე, მაისურზე, ერანგზე, ან ჰალსზე და ასე შემდეგ. კონკურსი მანდატურის ფორმის ახალი ესკიზისათვის 26 ნოემბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობა ყველას თანაბრად შეუძლია. შემდგომ დავალებებს. გასაგებია? 5 წუთი ამისა. 20 დელეგატი საქართველოს 20 სკოლიდან დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების ადარაჯოზე. ამ ნიშნით გაერთიანებულ ახალგაზრდებს მეხუთე საჯარო სკოლის წარმომადგენელით შეუერთდება. თუმცა გამარჯვებულს მანამდე გარკვეული ვალდებულების შესრულება ეკისრება. ის სხვებთან ერთად ცენტრალური თემის შერჩევასა და პრეზენტაციაში მონაწილეობს, რომელსაც პროექტის მონაწილეები ადგილობრივი მმართველობის წინაშე დააყენებენ. ჩემთვის არის პირველი და პირველი დღიდანვე, როდესაც აქ მოვედი, გავეცანი სიტუაციას, გავიცანი ბავშვებს, ჩემი მოლოდინი, რასაც მოველოდი, იმაზე მეტი აღმოჩნდა ამ პროექტში მონაწილეობის შემდეგ, ვიდრე მოლოდინი მქონდა. ბავშვებთან საუბარი, გაცნობა ძალიან სასიამოვნო იყო. პროექტებზე მუშაობა ადრე არ მქონდა საშუალება, რომ პროექტებზე ესე სერიოზული სახით მემუშავა და სერიოზულად მივდგომოდი, ხოლო ამ პროექტმა მომცა საშუალება, რომ ჩემ თავში უფრო მეტი ჩემ თავში უფრო დავწუნდი ჩემ შესაძლებლობებში. ბავშვებთან ერთად ვაკეთებდი სხვადასხვა პროექტებს, რომელიც იყო იქ მყოფი მეგობრების ჯგუფიდან ერთ-ერთი დემოკრატია იწყება შენით პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა წელს ადგილობრივ მმართველობასთან სკოლისთვის მეტად საჭირო პროექტორის შეძენა მოითხოვეს, რაზეც მათ საკრებულოს თავმჯდომარისგან თანხმობა მიიღეს. გასულ წელს პროექტის წინამონაწილეებმა მეხუთე სკოლამდე მისასვლელი ბილიკის კეთილმოწყობა, ხოლო 2 წლის წინ მათ გახმაურებული სპექტაკლის ჯინსების თაობის ზესტაფონში ჩამოტანა და ჩვენების სურვილი გამოთქვეს, რაც ასევე წარმატებით განხორციელდა. ჩვენ როგორც კი ჩავარდეთ დავიწყეთ მუშაობა სხვადასხვა თემებზე, ჩვენ პრობლემებზე და სკოლის პრობლემებზე გავეცანით მას, ჩამოვქვა ამდენად სტრუქტურა ავირჩიეთ, შემდეგ მასგან ერთი თემა წარმოვადგინეთ. დღეს ჩვენ ვიყავით განგეობაში ბატონ მერაბთან, სადაც მოხდა ჩვენი სკოლის პრობლემის წარდგენა მასთან და მის მიერ ამ პრობლემის გადაჭრა. დაგვიდა რომ ის აგვიწყდა დახმარებას და გამოუკვდა სახსებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პროექტით, ძალიან ბევრი რამ მომცა, ახალი გამოცდილება, ახალი მეგობრები და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი კარგად გაგრძელდება და ძალიან დიდი გამოსილება დამჭირდება ამ პროექტისგან. საჭიროა ჩავთვალე, რომ უნდა მომსვლიყავი, რადგან ეს ყველაფერი ჩემს მიერ მიღებული გამოცდილება მომეყოლა ამ ბავშვებისთვის, რათა მათი мотиваცია, რა თქმა უნდა, უფრო ამაღლებულიყო და უფრო შემართებით დაეწყოთ მზადება. რა თქმა უნდა, არის ძალიან კარგი პროექტი, ხთები უფრო კომუნიკაბელური, გებულობ რა არის დემოკრატიის პრინციპები და მართლაც ამ პროექტის სლოგანი არის დემოკრატიის სწავლა წიგნებიდან შეუძლებელია, ის უნდა გამოცადოთ და ეს რეალურად მართლაც ასე არის, რაც თითოეულ მათგანს უსწრებს წარმატებას და იმედია წელს ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება მეხუთე სკოლას. პროექტი დემოკრატია იწყება შენით 3 წლის წინ განხორციელდა და საქართველოს 20 სკოლას შორის მასში მეხუთე საჯარო სკოლაც მოხვდა. ეს
არის პროექტი დემოკრატია იწყება შენით, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებით. მეხუთე საჯარო სკოლა იქნა შერჩეული ამ პროექტში 3 წლის წინათ. მესამე წელია, რაც ეს პროექტი მიმდინარეობს, ძალიან წარმატებით. 3 წლის მანძილზე ჩვენ გქონდა შეხვედრები, ანუ პროექტი გულისხმობს შეხვედრას მმართველ ორგანოსთან, რომლის დროსაც ბავშვები აყენებენ ცენტრალურ თემას, ცენტრალური თემის არჩევის შემდგომ ისინი მიდიან მმართველ ორგანოსთან და მათ სთხოვენ იმ თავიანთი პრობლემის მოგვარებას, რომელსაც ისინი წამოაყენებენ. ნამდვილად ეს შედგა ეს პროექტი, მე ესე მინდა ვთქვა, იმიტომ რომ 3 წლის მანძილზე 3-ვეჯერ დღეს გქონდა ბოლო შეხვედრა მესამე ჩვენ საკრებულოს თავმჯდომარესთან, წელსაც დაგვიკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და ამისთვის დიდი მადლობა მინდა უთხრა. ღირსეული რევანში ქუთაისლებთან მე-14 ტურის მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ზესტაფონისა და ტორპედოს შეხვედრა ორივე გუნდისათვის პრინციპული ხასიათის იყო, რაც მის სანახაობრივ მხარეზე განსაკუთრებულად დადებითად აისახა. თამაში ორივე ნახევრის განმავლობაში სავსე იყო დაძაბული მრავალსვლიანი ეპიზოდებით და საგოლე მომენტებით, თუმცა აქედან შედეგიანი მხოლოდ ერთი გამოდგა. 25 წუთზე სამსვლიანი კომბინაციის შედეგად მასპინძლებმა გოლის გატანა შეძლეს. ტორპედოელებმა ბურთი მოედნის შუაგულში დაკარგეს და ბენაშვილისაგან პასი გორგიაშვილმა მიიღო, რომელმაც მაშინვე შეტევის მარცხენა ფლანგზე მილხრაუმი მოძებნა. გერმანელმა ლეგიონერმა საჯარიმოში დაბალი ტრაექტორიის ძლიერი პასი გააკეთა, რომელიც ტორპედოელს მოხვდა და აქედან თორნიკ გორგიაშვილს მიუვიდა. მან კი თავის მხრივ უძლიერესი დარტყმით ქუთაისელთა კარის აღება შეძლო. მასპინძლებმა ღირსეულად შეინარჩუნეს პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს. აღნიშნული შეხვედრის შედეგად მოპოვებული ქულების წყალობით ზესტაფონი ლიდერთა სამეულს მიუახლოვდა. ზუგდიდ, ტორპედოსა და ჩიხურას, რომელთაც ერთნაირად 26 ქულა აქვს და მესამე ადგილისათვის იბრძვიან, ზესტაფონი ამჯერად მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. პირველ პოზიციაზე კი კვლავინდებურად თბილისის დინამოა 33 ქულით. მომდევნო შეხვედრა ზესტაფონ სატურინო ცხრილის ერთ-ერთ აუტსაიდერთან აქვს. 18 ნოემბერს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ბათუმში ადგილობრივ კლუბს ხვდება.